საახალწლო სუფრის სამზადისი უკვე დაიწყო და ვამზადებ ერთ-ერთ გამორჩეულ ქართულ კერძ აფხაზურას. დიახ, ეს აფხაზურაა, აფხაზეთი კი საქართველოა. ახლა კი ვესტუმრები ჯიბეს, მოვიმარაგებ ხომლის სუნელებს და დავიწყოთ მზადება. პროდუქტების პროპორციებს აღწერაში მივუთითებ. ხორცაკებ მანქანაში გავატარებ ღორის და საქონლის ხორცს, ასევე ხახვს, ნიორს და ქინძს. რასაც დავუმატებ ხომლის სხვადასხვა სანელებელს, ეს არის ფარშის სანელებელი, დაბქვილი კოწახური, დაღერღილი ქონდარი, დაღერღილი წიწაკა და კოწახურის მარცვლები, ბროწეული და მარილი. კარგად ვზელ რამოდენიმე წუთის განმავლობაში და დავაყოვნებ მაცივარში. შემდეგ უკვე მივცემ ფორმას, გადავახვევ ბადე ფონში და შევწვავ ცხიმიან ტაფაზე ორივე მხრიდან. ეს არის კერძი, რომელიც საახალწლო სუფრას ნამდვილად დაამშვენებს და განსაკუთრებულ გემოს შესძენს ხომლის სანელებლების დამსახურებით.